გავრცელებული დაავადებების მოგვარების გზები, ბოლოდროინდელი აქტუალური სამედიცინო თემები, დარგის პროფესიონალების და ექსპერტების პრაქტიკული რჩევები. ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი. მოგესალმებით, დღეს პარასკევია, საღამოს 6 საათი და რადიო აფხაზეთის ხმის ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი. მე კი მისი წამყვანი მარიამ ჯოჯუა ვარ. ჩვენი დღევანდელი სტუმარია დერმატოვენეროლოგი, ასევე ევროპის უნივერსიტეტის სრული პროფესორი ქალბატონი თამარ ევანოვიძე. მოგესალმებით, ქალბატონო თამარ. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. მადლობა მოწვევისათვის. დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა იქნება ზამთარი და კანი. ამ პერიოდში საკმაოდ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ როგორ მოვუაროთ ჩვენ კანს და მოდით ქალბატონო თამარ დავიწყოთ საუბარი იმით თუ რატომ მძიმდება ფსორიაზი ზამთრის სეზონზე. მოდით ჯერ დავიწყოთ კანის როგორც ყველაზე დიდი ორგანოს ადამიანის ორგანიზმში და მეტად მნიშვნელოვანი ორგანოს ფუნქციის განსაზღვრით, როგორც ვთქვით, ეს არის ყველაზე დიდი ორგანო ადამიანის ორგანიზმში, რომელიც განაპირობებს ძალიან ბევრ ფუნქციას. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის კანის დამცველობითი ბარიერული ფუნქცია, რომელიც დამოკიდებულია თქვენ წარმოიდგინეთ სეზონზე. ამიტომ კანს ყველა სეზონზე ზაფხული იქნება ეს თუ ზამთარი უნდა განსაკუთრებული მოვლა, რომ მან კარგად შეასრულოს თავისი ეს ბარიერული ფუნქცია. ზამთრის პერიოდი იცით, რომ განსაკუთრებული სტრესული მომენტია კანისათვის, იმიტომ რომ უარყოფითი ტემპერატურა გარდა ბუნებაში და გარდა ამისა სახლში გათბობის სისტემები გარკვეულწილად მოქმედებს კანის ნორმალურ ფიზიოლოგიურ ფუნქციაზე და ამიტომ არსებობს ძალიან ბევრი კანის დაავადება, რომელიც მიმდინარეობს კანის სიმშრალით, დამოკიდებულია კანის სიმშრალეზე და ამიტომ ისინი რთულდებიან ზამთრის პერიოდში. გარდა ამისა არის ისეთი დაავადებები, რომლებიც არ არიან ვთქვათ დამოკიდებული სეზონურია, ასე ვთქვათ არ არიან დამოკიდებული აი ამ ცივ პერიოდთან, მაგრამ ისინი გარკვეულწილად მაინც ასე ვთქვათ თავს იჩენენ ზამთრის პერიოდში, ვიდრე ზაფხულის პერიოდში. თქვენ ამისვით ესეთი შეკითხვა, რატომ წვავდება ფსორიაზი ზამთრის პერიოდში? არა მარტო ფსორიაზი, არამედ ბევრი კანის დაავადება, რომლებიც სიმშრალით მიმდინარეობს და რომლებიც არის მშრალი კანის პრობლემა, ყველა ესენი თითქმის მწვავდება ყველა ზამთრის პერიოდში. ეს არის ფსორიაზი, ნეიროდერმიტი, ატოპიური დერმატიტი, ეგზემა, რომლებიც მშრალი კანის პრობლემას წარმოადგენენ, ამიტომ ბარიერული ფუნქცია ირღვევა და მშრალი კანი კიდევ უფრო მშრალი ხდება. შესაბამისად, მისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ფიზიკური თვისება ეს არის ქავილი, რომლის გამოც ზიანდება კანის ნორმალური მდგომარეობა და შესაბამისად დაავადებებიც მწვავდება. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ზამთრის პერიოდში კანის ნორმალურ მდგომარეობაში ყოფნას, მის ბარიერულ ფუნქციას, რომ შემდგომ ამ დაავადებებმა და არა მარტო ამ დაავადებების დროს ადამიანმა, არამედ ნორმალურ მდგომარეობაშიც ადამიანმა კარგად იქრძნოს თავი. მოდით გადავიდეთ შემდეგ დაავადებას და ვისაუბროთ ჰერპესზე, ქალბატონო თამარ. აი დიახ, ზუსტად ჰერპესი არის ის დაავადება, რომელიც არა მარტო შეიძლება გამწვავდეს ეს მარტივი ჰერპესი ზამთრის პერიოდში, არამედ ჰერპეს ზოსტერი შეიძლება უმეტესწილად ზამთრის პერიოდში გააქტიურდეს ეს ვირუსი და ძალიან ხშირია ხოლმე ზამთრის პერიოდში მომართვიანობა. მარტივი ჰერპესი რაც შეეხება შეიძლება ესეც სტრესულ მომენტთან, სტრესულ ფონთან არის დაკავშირებული, სიცივე კანისათვის სტრესული ფაქტორია, ამიტომ ჩვენ ვიცით, რომ ეს არის კანის ქრონიკული მორიციდივე დაავადება, ამიტომ სიცივემ შეიძლება იმოქმედოს უარყოფითად და მოქცეს, ასე ვთქვათ, მარტივი ჰერპესის გამწვავება. გარდა ამისა, როდესაც ვთქვათ, ზამთრის კურორტებზე ვართ ხოლმე, იქაც განსაკუთრებულად სიცივე და მზის გამოსხივება გარკვეულწილად მოქმედებს აი მარტივი ჰერპესის გამწვავებაზე. ამიტომ ყურადღება უნდა მიექცეს ამ დროს, თქვათ, არ უნდა გადავიტანოთ ყურადღება რაღაც სხვა დაავადებაზე, თუმცა ძირითადად არ გადადის ეს ყურადღება, იმიტომ რომ ვისაც აქვს მარტივი ჰერპესი და მას დროდადრო მწვავდება, მან იცის ეს და რომ ეს მწვავდება ეს დაავადება და ამიტომ
მომზადებულია ამ დროს და შესაბამისად ხვდება ამ დაავადების გამწვავებას. აი რომ გითხრათ, როგორ აისახება ეს გათბობის სისტემით, ასე ვთქვათ, გამომშრალი ჰაერი ჩვენს კანის ბარიერულ ფუნქციას? ჩვენ ვთქვით, რომ ზამთარში კანი განსაკუთრებულად შრება, განსაკუთრებით იმ ადამიანებისათვის, ვისაც მშრალი კანი აქვს, არ არის აუცილებელი, რომ რაიმე დაავადება ჰქონდეს. ამ დროს კანი ისედაც შრება და შესაბამისად კანის ბარიერული ფუნქცია ირღვევა. რას ნიშნავს კანის ბარიერული ფუნქციის დარღვევა? აორთქლება უფრო მეტი ხდება, კანი კარგავს თავის ელასტიურობას, ტურგორს, იწყება ქავილის შედეგად ჩნდება სხვადასხვა დაზიანებები, ექსკორიაციები, გამონაყარი და ჩვენ ვიღებთ მშრალ, ანუ გამომშრალ კანს, რომელიც სხვადასხვა პრობლემებისათვის უკვე მზად არის. შეიძლება ჩვეულებრივად, ვისაც არ აქვს ეს დაავადება, გამომშრალი კანის შემთხვევაში დაიწყოს კანის ექსემატიზაცია, ამიტომ ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ზამთარში არა მხოლოდ დაავადებული ადამიანების კანის დაცვას, არამედ ჩვეულებრივად ნორმალურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების კანის დაცვას. რაში გამოიხატება ეს კანის დაცვა? ეს არის მუდმივი დატენიანება. ზოგჯერ როდესაც ჩვენ პაციენტს ვთქვათ, ან და ადამიანებს ურჩევთ ხოლმე, რომ აი მუდმივად კანი უნდა იყოს დატენიანებულ მდგომარეობაში, რატომღაც ეს დატენიანება ასოცირდება წყლის მიღებასთან. რა თქმა უნდა, წყლის მიღება ძალიან კარგია, მაგრამ ის კანის ნორმალურ ბალანსს, ნორმალურ მდგომარეობას ვერ ახადგენს, ამიტომ კანს გარედან ჭირდება დამატენიანებელი საცხებით დატენიანება. ვისაც პრობლემა არ აქვს, მან შეიძლება, იშვიათად დაიტენიანოს კანი ზამთრის პერიოდში, მაგრამ ვისაც პრობლემა აქვს, თქვათ იგივე ფსორიაზიანი, იგივე ატოპიური დერმატიტით, ნეიროდერმატით, ექსემით დაავადებულმა ადამიანებმა უნდა მიმართონ კანის მუდმივ დატენიანებას, რეგულარულ დატენიანებას. ვიტენიანებ ხოლმე, დერმატოლოგიაში არ არსებობს ესეთი ცნება, უნდა დავიტენიანოთ რეგულარულად, რომ კანმა შეასრულოს თავისი ნორმალური ფუნქციონირება და არ შეგვექმნას პრობლემები. აი, როდის არის აუცილებელი დერმატოლოგის ჩარევა და როგორ უნდა მივხვდეთ ჩვენ რა პერიოდში, რომ აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს? როდესაც ირღვევა კანის ბარიერული ფუნქცია, ვთქვით, რომ კანზე გამოხატული ქავილია, გამოხატულ ქავილთან ერთად ზიანდება კანის პატარა ნაკაწრები ჩნდება, გამონაყარი ჩნდება. ამ დროს იცით მითითება არ ჭირდება ადამიანს, ის აუცილებლად მიმართავს დერმატოლოგს. ასე რომ მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას კანის რაიმე დაავადება, აი ეს უკვე არის ის ნიშან-თვისებები, რომელთაც ის უკვე მიმართავს თუ მეზობლებს არ კითხა რჩევა, თუ ახლობლებს არ კითხა რჩევა, ან და ჯერ კითხავს და შემდგომ როდესაც გაუარესდება მდგომარეობა, აუცილებლად გაახსენდება, რომ არსებობს ესეთი ექიმი, დერმატოლოგი, რომელიც აუცილებლად უნდა ჩართოს ამ საქმეში. ბევრ შემთხვევაში ეს ადვილად მოსაგვარებელია, ისე რომ თვითონაც რჩებიან გაუგნებულ მდგომარეობაში, მაგრამ გააჩნია რა მდგომარეობაში მოვა პაციენტი, შეიძლება კანის ნორმალური მდგომარეობის აღდგენა სადღაც 1-დან 3 თვემდე ჭირდება. ანუ ის მთელი ზამთრის პერიოდი, როდესაც უნდა იყოს ის დატენიანებულ ნორმალურ მდგომარეობაში. და ქალბატონო თამარ, როგორ განსხვავდება ამ დაავადებების მკურნალობა ზამთარში სხვა სეზონებისგან? ეს დაავადებები, რომელიც ჩამოვთვალეთ, ყველა არის კანის მორეციდივე ქრონიკული დაავადებები. ბევრი ამ დაავადებისათვის დამახასიათებელია სეზონურობა, ანუ აუცილებელი არ არის ზამთარში გამწვავდეს, იცით, იმიტომ რომ ზოგიერთი არის ზაფხულში მწვავდება, ზოგიერთი გაზაფხულზე, შემოდგომაზე და ასე შემდეგ სეზონურად. ამიტომ თუ ჩვენ გვაქვს თქვა ზამთრის პერიოდში გამწვავება და ესეც იცის პაციენტმა, რომ მას ეს დაავადება უმწვავდება. თუ პირველი ეპიზოდია, რა თქმა უნდა, თავიდან სჭირდება დერმატოლოგის დახმარება, მაგრამ შემდგომი ეპიზოდების დროს უკვე ის მომზადებულია, იცის, რომ ამ დროს კანს აუცილებლად ჭირდება დატენიანება და მომზადებულია ამისათვის. დატენიანება სადღაც იწყება, აი
სადღაც ალბათ ნოემბრის თვიდან მაინც თუ ოქტომბერს დავსოკავთ ასე ვთქვათ პაციენტს და ოქტომბერში არ ჩავდავთ ამ კანის აღდგენაში. ის მალევე ხდება, იმიტომ რომ დაავადება უმწვავდება, ემატება ქავილი, ემატება გამონაყარი, სუბიექტური შეგრძნებები. ეს სუბიექტური შეგრძნებები კი ისეთია, რომ ვერანაირად მას თავს ვერ აარიდებს. ამიტომ ის იძულებულია ან თვითონ დაიწყოს კანის დატენიანება, ან მიმართოს დერმატოლოგს. ქალბატონო თამარ, რამდენად მნიშვნელოვანია კვება კანის მოვლასთან მიმართებაში, როგორც ვიცით, დღესასწაულებიც მოდის და თან. დიახ. ამავდროულად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ. კვება მოგეხსენებათ, რომ მეტად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეხლა რამდენად შეიცავს ჩვენი საკვები გარკვეულ ვიტამინებს და მიკროელემენტებს, რომლის ათვისება ორგანიზმის მიერ ძალიან დაბალია. ამიტომ სუმთლად, როდესაც გვაქვს ხოლმე დეფიციტი, სუმთლად კვების იმედად ვერ ვიქნებით, მაგრამ კვებას აქვს გარკვეული მნიშვნელობა. კვება უნდა იყოს ბალანსირებული. ანუ ჩვენ ქავანა დერმატოზების შემთხვევაში ცოტა დამზოგელ დიეტაზე გადაგვყავს, ასე ვთქვათ, პაციენტები. ანუ ის პროდუქტები, რომლებიც მათთვის არის ალერგიული, რომლის დროსაც ემატებათ, ვთქვათ, გამონაყარი, ემატებათ სუბიექტური შეგრძნება, ქავილი, ის პროდუქტები უნდა იყოს შეზღუდული. რა თქმა უნდა, მოდის ახლა დღესასწაულის დღეები, ჩვენ 1000 ნუგბარით ვიქნებით განაპირობებული, ასევე კვებითაც საკმაოდ დატვირთულია ხოლმე ჩვენი საახალწლო სუფრა, ამიტომ ამ დროს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს არა მხოლოდ დაავადებულ ადამიანებს, არამედ ჩვეულებრივ ადამიანსაც, იმიტომ რომ ყველა ეს ერთდროულად ამდენი ალერგენი, ერთდროულად ამდენი გამაღიზიანებელი, იქ არის სანელებლები, რომლებიც საკმაოდ ჩვენი სანელებლები დიახ, ნიგვზიანი საკვები, ამიტომ ცოტა თავშეკავება მართებს ადამიანს. თუ მოგვემატება გამონაყარი, არც ეს არის პრობლემა, ვიცით რას დავაბრალოთ, როდესაც ვერაფერს ვერ ვაბრალებთ, აი ეგ არის ცოტა ცუდი, მაგრამ როდესაც ვიცით რას დავაბრალოთ, უკვე ასე ვთქვათ, შვებას გვრის ის, რომ თურმე კვება ყოფილა აქ რაღაც შუაში, მაგრამ მოდით ვეძებთ მიზეზებს, თავიდანვე დავიჭიროთ ისეთი თადარიგი, რომ განსაკუთრებულად გადავტვირთავთ ჩვენს ორგანიზმს აი იმ პროდუქტებისაგან, რომელსაც ვთქვათ ჩვენ ყოველდღიური კვების დროს არ ვიღებთ. რაც შეეხება ვიტამინებზე, ვიტამინი მითხარით, მოგითხარით, რომ აი ეს ვიტამინებს მაინც და მაინც იმ რაოდენობით ჩვენ საკვებიდან ვერ ვიღებთ, არ ვიღებთ, იმიტომ რომ არ ხდება ათვისება, აი ამ სრულად ორგანიზმის შევსება. ამიტომ ზოგჯერ გვხდება ხოლმე ვთქვათ რაღაც გარკვეულწილად ვიტამინების დანიშვნა, ოღონდ მხოლოდ გარკვეული დეფიციტის შემთხვევაში და არა ვთქვათ პაციენტის მოთხოვნით. ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ აი როდესაც დედა მოიყვანს ბავშვს და გეუბნება, იცით, ძალიან ცუდად ჭამს და ვიტამინები ხომ არ მივცეთ. ვიტამინი ეს არის წამალი. ამიტომ მისი მიცემა აი ესე ხშირად ავადმყოფობს, ხშირად ცივდება, მოდით რა რაიმე ვიტამინს დავალევინებთ. ვიტამინი ვიმეორებ, ეს არის წამალი და ის არ შეიძლება თვითნებურად მივცეთ. გნებავთ ბავშვს, გნებავთ ნებისმიერ ადამიანს. ექიმის დანიშნულებით ის 6 თვეში ერთხელ უნდა მივიღოთ და თუ განსაკუთრებული საჭიროებაა, მხოლოდ 3 თვეში ერთხელ. ამიტომ ვიყოთ განსაკუთრებულად ფრთხილად ვიტამინთან მიმართებაში და არ დაგვავიწყდეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ვიტამინი არის წამალი. შესაძლებელი თუ არა, ქალბატონო თამარ, პროფილაქტიკა ჩვენი ჩამოთვლილი დაავადებების, მაგალითად როგორიც არის ფსორიაზი, ატოპიური დერმატიტი, ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად შესაძლებელი თუ არა პროფილაქტიკა? თავიდან ასაცილებლად პროფილაქტიკა ესეთი არ არსებობს, მაგრამ რაღაც გარკვეული წესები, რომელიც ვთქვათ ჩამოვთვალეთ, პირველი ეპიზოდი თუ არის, ეს პაციენტმა არ იცის, მაგრამ თუ მას ერთხელ მაინც ქონია ეს დაავადება, მან იცის, რომ პროფილაქტიკური წესები არსებობს. პროფილაქტიკა იგივე კვებაზე, სასმელზე, საჭმელზე რაღაც გარკვეულწილად თავის შეკავება და კანის დატენიანება. თუმცა ეს დაავადებები კანის ქრონიკული მორეციდივე აუტოიმუნური პროცესებია, ამიტომ გარკვეულწილად მაინც თავს ვერ დავდებთ, რომ რაღაც გარკვეული პროფილაქტიკური წესები არსებობს ისეთი, რომელიც ჩვენ საშუალებას მოგცემს ამ დაავადების გამწვავების თავიდან ასაცილებლად.
თავშეკავება შეიძლება, მართვა შეიძლება, ოღონდ გარანტია იმისა, რომ ეს დაავადება რომელიმე სეზონზე არ გართულდეს, ესეთი პროფილაქტიკა არ არსებობს ჯერჯერობით. და საბოლოოდ შეჯამების სახით ქალბატონო თამარ რა რჩევებს მისცემდი ჩვენს მენელს იმისთვის რომ ზამთარში დაიცვან თავიანთი კანი. კანი არის მეტად საინტერესო და საჭირო ორგანო, ის ორგანიზმის გარეკანის საფარველია. გარდა ამისა, მას ესთეტური ფუნქცია დაემატა ამ ბოლო ხანებში, იმისათვის რომ გამოვიყურებოდეთ ლამაზად და პირველ რიგში ჯანსაღად და შემდგომ ლამაზად, აუცილებელია კანი მუდმივად მოვლის პირობებში იყოს. ეს არის დატენიანება და ჩამთელი კანი ლამაზად გამოიყურება. ნამდვილად. დიდი მადლობა თქვენ ამ საინტერესო თემაზე საუბრისთვის. ამით ჩვენი გაცემა დასრულებულია. შეხვდებით შემდეგ პარასკევს საღამოს 6 საათზე. გავრცელებული დაავადებების მოგვარების გზები, ბოლოდროინდელი აქტუალური სამედიცინო თემები, დარგის პროფესიონალების და ექსპერტების პრაქტიკული რჩევები. ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი.